გამარჯობა, ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მოკლედ, კარგი ამბავი, რა თქმა უნდა, არა გვაქვს, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე ჩამოვედით. სანდრას ვთხოვ, რომ კადრში საავადმყოფო აჩვენოს, ეხლა პანჯარას ჩაუწევთ. მეგობრებო, მოვედით. ჩაუწი. აი ეს საკმაოდ აი ეს არის ის მიტოვებული საავადმყოფო. ხო, ეხლა კადრში რო ჩანს, ხო ხედავთ არა, შემთხვევის ადგილზე ვართ უკვე. მაგრამ ნუ აქ რაღაცა პრობლემებია და გეტყვით ეხლა რა შეასახმე რა. აი მოვაბრუნე კამერა და ჩამოვიდეთ უკვე დედოფლის წყაროში ვართ, როგორც გაჩვენებთ უკვე შენობაც ჩანს, მივედით და დახვდა აბსოლუტურად მოულოდნელად მთავრობის წარმომადგენელი ადგილზე, რომელიც ამ ტერიტორიას კურირებს. და ჩავაყენეთ საქმის ყურში, აუხსენეთ ვითარება, რა იყო და როგორ იყო, გადაირეკა, გადმოირეკა, მოკლედ და ეგ შემთხვევა, ანუ რომ ეს ფსიქიატრიული საავადმყოფო არ დასრულდება, ეს არის ჩვეულებრივი საავადმყოფო, ანუ არ არის დანიშნულება ეს ფსიქიატრია, კონკრეტულად ერთი არასწორი ინფორმაცია, მეორე არასწორი ინფორმაცია ის, რომ ტერიტორია მიტოვებულია და ვთქვათ, არ კურირებენ, არ იცავენ ტერიტორიას, ამის შესახებაც პარანორმალს არ აცნობს და ბუნებრივია, რომ ამხელა გზა, რაც ახლა ჩამოვედი და გამოვიარეთ, აბსოლუტურად ტყუილად, ვინაიდან არ გვაძლევენ უფლებას შესვლის და გადაღების. ვინაიდან ესე იგი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ეკუთვნის ეს ყველაფერი და თავისთავად უკვე საქმე ისე არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო. ეხლა წეგან ვლაპარაკობდით გარეთ მაგაზე, მაგრამ ის რომ სამომავლოდ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. მეგობრებო, რატო ვიზახი ახლა ადამიანები ჩამოვიდეთ აბსოლუტურად ტყუილად, ხო? ხარჯი გავიღეთ, ხარდაჭერა ქონდა, დაფინანსება ქონდა და ასე შემდეგ, ხო? ახლა ესე ჰაერიდან არაფერი არ მოდის. და ამიტომ ვიზახი, რომ ინფორმაციას სანამ პარანორმალს მიაწოდებთ, ხო? დარწმუნდით იმაში, რომ ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება, დარწმუნდით იმაში, რომ ის არ არის, ასე ვთქვათ, არ მოქმედებს, არ იცავენ, ან ვთქვათ, სპეციალური ნებართვები არ ჭირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო ხტებით რა მომენტია. და რაც შეეხება თვითონ ნებართვას, ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვას, ხო? ეს ახლა წარმოუდგენელი დონის თემაა, რომ ნებართვა მოგცენ, შეხვიდე და გადაიღო. ეხლა რაც მათ ინტერესში არ არის, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე ვლაპარაკობ მეც და ვიცით უკვე გამოცდილება გვაქვს აქ. რა როგორ ხდება, უშუალოდ მე პატრონი კი არ არამედ მთავრობის დაქვემდებარებაშია და ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და ეხლა ხო ხტებით, ჩვენ აქ ჩამოსულები ვართ მთელი ღამის განმავლობაში და არ ვაპირებ იმას, რომ ეხლა ნებართვებზე ვიბინო სამი დღე აქ მიხდით რა ხდება. არარეალური თემაა პირდაპირ ვიძახი და ასე რომ სანამ პარანორმალს რამე შეატყობინებთ, კარგად გადაამოწმეთ რა ინფორმაცია, რომ მსგავსი სისულელე მართლაც არ მოხდეს რა, ეხლა ადამიანები თბილისიდან ჩამოვიდნენ, რამდენი კილომეტრი გამოვიარეთ, შემთხვევის ადგილზე მოვედი და ირკვევა, რომ თურმე შენობა დაკეტილი და მიტოვებული დაანგრეული კი არ არის, არამედ პატრონი ყავს, რომელიც 24 საათის განმავლობაში კურირებს და დაცვა და ოთახი აქვს და ასე შემდეგ და ნუ ეხლა ვისაც გაინტერესებთ, ეგეც რა თქმა უნდა გამოვიკითხეთ, რომ შენობაში თუ რამე უცნაური შეინიშნებოდა და არც ეგ არ დადასტურდა ამ შემთხვევაში, რომ არაფერიო, რამე რო ყოფილიყო, ნამდვილად გეტყოდითო, გითხრეს კიდეც და საერთოდ მეც ვერ გავჩერდებოდიო ასეთ სიტუაციაში. შეგიძლია დამიჯერო, მითხრა, რომ მე თვითონო მთელი ღამე იქ შენობაში ვარო და რაიმე ისეთი უცნაური არამფერნიურია რომ ხდებოდესო, თავისთავად უნებრივია მეც ვერ გავჩერდებოდიო რა აქედან გამომდინარე. ვლაპარაკობ მეც ამას. კარგი, მოკლედ ეხლა ის გადაგჩენია, რომ დავბრუნდეთ და გადავიდეთ უკვე მეორე ობიექტზე, რომელიც გამოსაკვლევი არის. ეს ობიექტი მდებარეობს რუსთავში და შევეცდებით, რომ დღევანდელი ღამე იმ ობიექტის გამოკვლევას დავუთმოთ, სადაც ეს ორგანოები არის ბანკებში და ჩაწყობილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ მაგას მე ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერს გავარკვევთ რა როგორ არის და რანაირად. დროებით მეგობრებო და იმედია რომ